ამ პროტესტმა დამანახ თუ რამდენად მიყვარს საქართველო. Რამდენად მიყვარს ჩემი კუთხე, რეგიონი და რამდენი რამის გაკეთება თურმე შემიძლია ჩვენი ქვეყნისთვის. ის რომ არ ვიღლები ეს ან მართლა საოცრება 28 დღე არის დღეს, ხო? 28 დღის განმავლობაში ესე ქუჩაში იდგე და მყარად იცავდე რაღაც ღირებულებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი შენთვის. ეს არის წარმოუდგენელი და აი ეს ადამიანები, რომლებიც ეკრანებთან ზიან და ამ ყველაფერს უყურებენ, ის ფიალა, რომელიც უკვე აგვევსო, ამ ადამიანებსაც უნდა აევსოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ავსებული აქვთ უბრალოდ რაღაცა წინაპირობა არსებობს, რომ არ გამოდიან გარეთ. ამიტომ მე პირადად ამ პროტესტმა და ღიად გამოხატვა მასწავლა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავენ, არიან სწორი ღირებულებების მატარებლები და სურთ კეთილდღეობა მართლა გულწრფელად იმ ადამიანების, რომლებიც იჩაგრებიან, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, უმცირესობები და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ადამიანები მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ყველა და ჩვენი თავებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ იმ ბოროტი არსებისგან და იმ ბოროტი სისტემისგან, რომელსაც ეხლა სამწუხაროდ არალეგიტიმური მთავრობა ეწევა.